ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ინტერნეტიზაციის ეპოქაში ყოველდღიურობა ერთი შეხედვით ძალიან გამარტივდა. თუმცა სოციალური ქსელების მზარდ მოხმარებას მეორე მხარეც აქვს. ონლაინ საიტების პოპულარობის ზრდამ ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ფიშინგი იგივე თევზაობა, ასე ეწოდება ინტერნეტ თაღლითობის ფორმას, რომელიც მომხმარებლებს არაკანონიერი გზით პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას აიძულებს. თუ ელექტრონულ ფოსტაზე ან რომელიმე სოციალურ ქსელში თქვენთვის ნაცნობი ორგანიზაციიდან შეტყობინება მოგივიდათ, გამოგეგზავნათ ლინკი, ფრთხილად იყავით, რადგან ეს შესაძლოა სულაც არ იყოს ამ კომპანიის რეალური საიტი. თაღლითები ცდილობენ მომხმარებელი მოტყუებით გადაიყვანონ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე, რომელიც ყალბი ვებგვერდის მისამართს წარმოადგენს, ან ჩამოატვირთინონ მიმაგრებული მავნე ფაილი. მოგთხოვონ ისეთი პირადი მონაცემების შეყვანა, როგორიცაა მომხმარებლის სახელი და პაროლი. ამ გზით მომხმარებლის მონაცემები და მისი პირადი ინფორმაცია თაღლითების ხელში აღმოჩნდება და მათ საშუალება ექნებათ ეს ინფორმაცია არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენონ. მაგალითად, წვდომა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე. ფიშინგის დროს თაღლითური საიტი და გამოგზავნილი SMS-ი ძალიან ჰგავს რეალური ორგანიზაციის ვებგვერდს. არსებობს ფიშინგის კიდევ ორი ფორმა. სმიშინგი, რომლის დროსაც ყალბი ორგანიზაციის სახელით მომხმარებელს SMS-ი, მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება. იგი ცრუ ინფორმაციას მოიცავს და პირს თაღლითურ ვებგვერდზე ამისამართებს. ვიშინგი კი სატელეფონო თაღლითობის სახეობაა. ამ დროს თქვენ შეიძლება მიიღოთ ყალბი ზარი. მოგთხოვონ საბანკო რეკვიზიტების ან და სხვა პირადი ინფორმაციის გამხელა. წარმოიდგენდით, რომ თავად Facebook და Google გახდებოდნენ ფიშინგის მსხვერპლნი. 2 წლის განმავლობაში 2013 წლიდან 2015 წლამდე მსოფლიოს 2 უმსხვილეს ტექნიკურ ფირმას, Facebook-სა და Google-ს ფიშინგის გზით $100 მილიონ მეტი მოპარეს. ლიტველმა ევალდას რიმასაუკასმა შეამჩნია, რომ ორივე ორგანიზაცია ერთი და იმავე ელექტრონული აპარატურის მწარმოებელ ტაივანურ კომპანიას იყენებს. იგი 2 წლის განმავლობაში აგზავნიდა მრავალმილიონიანი ინვოისების სერიას სრული კონტრაქტებითა და წერილებით, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელმოწერილი იყო Facebook-ისა და Google-ის აღმასრულებლებისა და აგენტების მიერ. თაღლითობა საბოლოოდ აღმოაჩინეს და Facebook-მა და Google-მა იურიდიული ზომები მიიღეს. როგორ ავირიდოთ თავიდან ფიშინგის შემთხვევები? ფიშინგისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა სიფრთხილე ყველაზე კარგი გამოსავალია. აუცილებლად დააკვირდით გამომგზავნს. ხშირად თაღლითები მეილის მისამართში გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ. მაგალითად, ადგილს უცვლიან ან არასწორად წერენ ასოების კომბინაციას. მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ მომხმარებლის თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს. დაუკვირდით შეტყობინების შინაარსს. თუ პირადი მონაცემების შეყვანას გთხოვენ, აუცილებლად დაუკავშირდით ორგანიზაციას, რომლის სახელითაც გამოგეგზავნათ შეტყობინება და გადაამოწმეთ მისი სანდოობა. გაითვალისწინეთ მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული პოსტით არავის გაანდოთ პირადი ინფორმაცია. დაუკვირდით მიმაგრებულ ფაილს და გამოგზავნილ ბმულს. ფაილმა, რომლის გახსნას ან ჩამოტვირთვასაც გთხოვენ, შესაძლებელია თქვენი კომპიუტერი დაავირუსოს და მარტივად შემოაღწიონ პირად მონაცემებში. რადგან თაღლითური შეტყობინებების შემთხვევითობის პრინციპით მასობრივად იგზავნება ადრესატებთან, დაუკვირდით მიმართვის ფორმასაც სახელობითია თუ ზოგადი, ხოლო თუ ბმულზე გადახვალთ, დაუკვირდით სიმბოლოებს. დაცული ვებგვერდი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ, უნდა იწყებოდეს HTTPS-ით, ხოლო მარცხენა ზედაკუთხეში ბმულის დასაწყისში განთავსებული უნდა იყოს მწვანე, ჩაკეტილი ბოქლომის სიმბოლო. ყოველთვის დაეჭვდით მიღებული შეტყობინების შინაარსით, რაც არ უნდა ახლობელი ადამიანისგან ან კომპანიისგან იყოს გამოგზავნილი.